საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დღემ რადიკალურად შეცვალა საქართველოს მომავალი. ირაკლი ღარიბაშვილი რიგი სამიტის შედეგებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნდობა საქართველოს ხელისუფლების და მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი. ამ დღემ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მიუხედავად 60 წლიანი წვეთისა დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი. ეს არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი დიდი წინაპრების. ამიტომ ჩვენ ვართ ვალდებულნი რომ გავაუქმოთ ამ დიდ მონაპოვარს. სწორედ ერთიანობა და ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულმა და ნამდვილმა პატრიოტიზმმა მოგვიყვანა დღემდე. კიდევ ერთხელ ულოცავ მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნებისმიერ ქვეყნისათვის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება არის. იყო ღონისძიებები, რომელიც ხაზს უსვამდა ამ დღეს მნიშვნელობას. ჯანდაცვის ჰქონდა თავისი, ასე ვთქვათ, მცირედი წვლილი წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იყო C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკა, იქვე რამოდენიმე წუთში პასუხის გაგებით. არის დღე, რომლისთვისაც თაობები იბრძოდნენ და თაობების სისხლი იღრებოდა. ყველაზე დიდი მონაპოვარი, სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობას სჭირდება გაფრთხილება, სჭირდება გამტკიცება. თუმცა ეს დამოუკიდებლობა რა თქმა უნდა არ იქნება სრული და იქნება ყოველთვის ტკივილნარევი დღევანდელი დღე, სანამ ჩვენ გვაქვს ტერიტორიები ჩამონაშლილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დღე მალე დადგეს, როცა ჩვენ ყველანი შევძლებთ ჩვენს აფხაზეთს, ჩვენს ცხინვალში დაბრუნებას და დადგება კიდევაც.